ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მუშაობას განაგრძობს. ამჯერად კომისიის წევრები ნავთობ კომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან. კერძოდ პარლამენტში დაგეგმილია ნავთობ კომპანიების მონაწილეობით საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა. შეხვედრა წინასწარ ინფორმაციით რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი შალვა სუმბაძე მუშაობს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოდან ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. შალვა, დეტალებს ველით შენგან. თითქმის ყველა მსხვილი ნავთობ კომპანია, ასევე ასოციაცია, რომელიც აერთიანებს ნავთობ კომპანიებს, იქნება წარმოდგენილი დღევანდელ შეხვედრაზე და ბუნებრივია, განხილვის მთავარი თემა იქნება ის რესურსი და ის ფანჯარა, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ფასების შემცირების მიმართულებით. კომისია ამ ფორმით ასრულებს კერძო სექტორთან შეხვედრებს და უკვე ხვალ საბოლოო დასკვნას წარმოადგენს და ხედვას იმისა, თუ რა შედეგი შეიძლება ჰქონოდა ამ კომისიის მუშაობას, რა პრობლემები და შესაძლებლობები გამოიკვეთა და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანაში როგორც სურსათზე, ასევე ნავთობზე და ბუნებრივია მედიკამენტებზეც მოხდეს ფასების შემცირება, რაც შეეხება დღევანდელ დღეს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ნავთობ კომპანიებზე, ვინაიდან რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მას შემდეგ რაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გატარება თითქმის შეუძლებელია, საწვავზე ფასები რამდენიმე ათეული პროცენტით არის გაზრდილი. შესაბამისად, დეპუტატებს კითხვები აქვთ იმ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა არსებობდეს იმისთვის, რომ ეს ფასები ნელ-ნელა თუ არ გაიზრდება მინიმუმ ამ ეტაპზე სტაბილურად შენარჩუნდეს და შემდგომში უკვე ფასების შემცირება მოხდეს. აქედან გამომდინარე, კომისიის წევრები ელოდებიან, რომ საინტერესო შეხვედრა გამოვა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ განხილვის თემა, ასევე ბაზრების დივერსიფიკაციაც იქნება იმ შესაძლებლობისთვის, რომ მაქსიმალურად დაბალ ფასებში მოხდეს მოქალაქეებისთვის ნავთობ პროდუქტების მიწოდება. ბუნებრივია, რეგიონში არსებული ვითარებაზეც ექნება დეპუტატებს კითხვები, შესაბამისად არსებობს მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე იქნება ძალიან ბევრი საინტერესო თემა განხილული, მათ შორის ყველა შესაძლებლობა ფასების შესამცირებლად. ოპოზიციას თავის მხრივ ასევე აქვს თავისი ხედვები ამ მიმართულებით და შეხვედრა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. უახლესად მნიშვნელოვანია შეხვედრა აღნიშნულ კომპანიებთან. გვინდა გესმოდეს, როგორია ფასწარმოქმნის ჯაჭვი აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აქ ფასწარმოქმნის ჯაჭვი თითქმის ერთკომპონენტიანია, რადგან ის აერთიანებს როგორც იმპორტს, ასევე საბუთოვო ვაჭრობას და რიტეილს. შესაბამისად, გვინდა გესმოდეს სტრუქტურა, როგორ არის ფასწარმოქმნის, რა წილი არის იმპორტის, რა წილი არის ხარჯების, რა წილი არის მოგების და სხვა გადასახადების და ძალიან მნიშვნელოვანია შევხედოთ რა რისკები არის და რა პროგნოზები არის ფასთან დაკავშირებით, როგორ არიან ეს კომპანიები მომზადებული, რომ რა სტრატეგია აქვთ გრძელვადიან პერიოდში. კითხვები გვექნება ძალიან ბევრი, რამდენად არის შესაძლებელი ნავთობ პროდუქტებზე, კონკრეტულად დიზელზე, ბენზინზე საწვავის ფასების დაკლება, იმიტომ რომ წინა შემთხვევებში, მედიკამენტების შემთხვევებში და სასურსათო პროდუქტების შემთხვევაში მათ კატეგორიულად უარყვეს და თქვეს უარი, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი შესაძლებლობა პროდუქტებზე ფასების შემცირების. საინტერესოა, რა სიტყვიან ნავთობ პროდუქტების წარმოებლები. ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც იგივე პოზიციას ექნებათ, მაგრამ ამ დროს უკვე ჩნდება ბუნებრივი კითხვა, რა შეამაში საქმე, რა არის გამოსავალი. და ის სწორედ აქ გამოსავალი გახლავთ ის, რასაც ჩვენ დასაწყისში ვამბობდით, რომ პირველ ეტაპზე, რაც სწრაფად და ეფექტიანად არის გასაკეთებელი, ეს არის მინიმალური ხელფასების გაზრდა და პენსიების გაზრდა, რათა ჩვენი მოსახლეობა შედარებით უფრო მსყიდველთუნარიანი გახდეს და რაღაცა დოზით გაუკლავდეს ამ გაძვირებულ ფასებს და შემდეგ არის უკვე ფასების შემცირებაზე საუბარი და მუშაობა. შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს, ჯამში 6 მსხვილი კომპანია და პლუს ასოციაცია იქნება წარმოდგენილი. შეხვედრაზე ფასების შემცირების რესურსები იქნება განხილული. ეს არის კერძო სექტორთან შეხვედრების ბოლო კომისიის სხდომა, უკვე ხვალ გაიმართება შემაჯამებელი სხდომა, სადაც როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია წარმოადგენენ საკუთარ ხედვებს და ერთგვარად დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც შემდგომში უნდა გაგრძელდეს სამუშაოები, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება ეს დოკუმენტი, ასევე წარედგინება აღმასრულებელ ხელისუფლებას და უკვე ამის შემდეგ იქნება ცნობილი, რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება კომისიის მუშაობის შემდეგ, რათა მოხდეს იმ დაპირების შესრულება, რომელიც გულისხმობდა სურსათზე, მედიკამენტებზე და საწვავზე ფასების შემცირებას.
მადლობა, პირდაპირ ეთერში შალვა სუმბაძე საუბრობდა.